დღეს არის ძალიან მძიმე, უმძიმესი დღე ჩვენი სომეხიერისთვის და საერთოდ ქრისტიანული მე მგონი სამყაროსთვის, მე მგონი კი არა ასეა. მაგალითად მე პირადად ჩვენ ოჯახიდან პაპა ჩემი დარჩა მარტო ცოცხალი, ყველა დახოცეს. ჩვენ ვითხოვთ რომ სოფლიო აღიაროს დღევანდელი დღე, უნდა აღიაროს, ვალდებულია რომ აღიაროს დღევანდელი დღე. ყოველ წელს 23 და 24 აპრილს აღნიშნავთ ამ დაღუპული ადამიანების ხსოვნის დღეს. ამით გვინდა გვაჩვენოთ რომ ჯერ პირველი მოთხოვნა არის რომ აღიაროს თურქეთმა თავისი ჩადენილი საშინელება და მეორე რომ ასეთი საშინელებები მეორედ არ გამეორდეს არც ერთი ერის წინააღმდეგ. Каждым годом народ становится еще больше и больше. И каждым годом сейчас, несмотря на то, что многие развитые государства приняли геноцид армян, сейчас каждым годом эти страны добавляются. И я думаю, что время придет, и все государства будут признавать геноцид армян. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, იმიტომ რომ ეს შეიძლება ნებისმიერ ერს დაემართოს და არ უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ სომხების ტკივილია, ეს არის მთლიანად კაცობრიობის ტკივილი.